მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? ყველას მოგიკითხავთ ძალიან დიდი სიყვარულით. დღევანდელი თემა დასაჯარო გაშლა მიეძღვნება ფინანსურ ასპექტს. მოდით ვნახოთ ახლა ამ მომენტში, როდესაც გაშალეთ ეს კონკრეტული საჯარო გაშლა, ერჩეთ კონკრეტული ვარიანტი, თუ რა მდგომარეობაში არის თქვენი ფინანსური ენერგია ახლა და რა გელოდებათ უახლოეს მომავალში ფინანსებთან დაკავშირებით. უახლოესი მომავალი, მოდით ჩავთვალოთ უახლოესი 2 კვირა, 2-3 კვირა მაქსიმუმ. მაშა სადამე დავიწყოთ. ვარიანტი პირველი, თქვენი ფინანსების ენერგია ახლა, ფინანსური ენერგია. ვარიანტი მეორე, თქვენი ფინანსური ენერგია ახლა და ვარიანტი მესამე, თქვენი ფინანსური ენერგია ახლა. ესეთი 3 ვარიანტი არის თქვენს წინაშე. და მინერალებით აირჩიოთ თქვენი კონკრეტული ვარიანტი. მოდით პირველი იქნება ესეთი, არ ვიცი ჩანს თუ არა, ამეთვისტო, პირველი ვარიანტი. ერთი წუთით, მე მგონი ცოტა წინა ეკრანი გასაწმენდია. აი ასე, მე მგონი უკეთესია. მეორე ვარიანტი გვექნება ამაზონიტის მინერალი. აი ასე. და მესამე ვარიანტი გვექნება ჟადეიტის ესეთი პირამიდა. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. იმედია კარგად ხედავთ სამივე ვარიანტს. პირველი, მეორე, მესამე. ცოტა განათება სხვანაირად უნდა მომემზადებინა, მაგრამ არა უშავს. ახლა ასე ვიხელმძღვანელოთ. აი ასე. პირველი, მეორე, მესამე. მაშა სადამე მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. დავიწყეთ. ვარიანტი პირველი, მოდით ორ ვარიანტს გავწერთ ცოტა ზემოთ. ნახოთ თქვენი ფინანსური ენერგია ახლა. კვერთხების ტულზე. რაც კი თქვენს ლამაზ თავებში მოგივათ იდეად, აუცილებლად დააფიქსირეთ. აუცილებლად მიეცით მას მიმართულება, იმიტომ რომ კვერთხების ტულზე ნიშნავს იმას, რომ თქვენ ახლა მომენტში, როდესაც ეს საჯარო გაშლა გაშალეთ, დაირჩეთ ეს კონკრეტული ვარიანტი, თქვენი ფინანსური ენერგია ახლა არის ძალიან კარგი შესაძლებლობებისა და პოტენციალის ქვეშ და ეს პოტენციალი კიდევ და კიდევ უფრო მეტად შეგიძლიათ გაღრმავოთ, გაზარდოთ, გაადიდოთ, თუ რა თქმა უნდა იმოძრავებთ და შესაბამისად გადადგამთ ნაბიჯებს, იმიტომ რომ ამის ენერგია აუცილებლად გექნებათ, ამის რესურსი აუცილებლად გექნებათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა გჯეროდეთ და გწამდეთ საკუთარი თავის, იმიტომ რომ ის იდეა, რომელიც თქვენ თავში გიტრიალებთ, შესაძლოა ახლო წარსულიდან, დიდი ხანია, ან სულ რაღაც ახლახანს მოგივიდა თავში აზრად. ესე იგი, ამ ყველაფერს აქვს ადგილი იმ სურათს, რომელიც თქვენ დახატეთ ხო თქვენს რეალობაში. იმიტომ რომ ეს შეიძლება ნამდვილად იყოს ის სურათი, ის გეგმა და ის იდეა, რომელიც მოგიტანთ ფინანსურ წარმატებას, ხო, განსაკუთრებით ძალიან კარგია მათთვის, ვისაც თავისი საქმიანობა აქვს, ან უნდა რომ თავისი რაღაცა საქმიანობა გქონდეს, ხო, პირველი ვარიანტი, მაგრამ მთლიანობაში თქვენი ფინანსური ენერგია ახლა იწვის შემოქმედებითი ენერგიით, ხო, ამიტომ თუ კი რაიმე ახლის შემატება გინდათ საკუთარი პროფესიისათვის, საკუთარი მიმართულებისათვის, ხო, რაღაც ახლიდან არა, უბრალოდ
ახალი გინდა დაიწყოთ, თავში იდეები მოგდით, დაიწყეთ, იმიტომ რომ ამის პოტენციალი ნამდვილად გაქვთ. მოდით ნახოთ უახლოესი 3 თვის ვადა, უბრალოდ 3 კვირი, 2-3 კვირის ვადაზე როგორი იქნება თქვენი ფინანსური ენერგია. უახლოესი 2-3 კვირის ვადაზე როგორი იქნება არკანის სულელი, არკანი განდეგილი, ხმლების დედოფალი, ცხენების ხმლები, თიანების თასები, თასების დედოფალი. იცით რა არის შემოძვირფასება? მიუხედავად იმისა, რომ ძალა და ენერგია ნამდვილად გაქვთ იმის, რომ რაღაც ახალი დაიწყოთ და თან მე ვხედავ, რომ თქვენ გზას ადგებით, ხო? ანუ არის ენერგია, არის შემართება, არის ინფორმაცია, მაგრამ თითქოს გაკლიათ, რა იცით, შემოძვირფასება, თვითშეფასება, იცით, აი ამ ნაწილში ხო არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი და გეტყვით რატომ. სურვილი არის, მაგრამ თქვენ სივრცეში და თქვენს რეალობაში არის კონკრეტული, შესაძლებელია ოჯახის წევრი, ქალი, სხვათა შორის არ გამოვრიცხავ, რომელსაც კი თუ ესაუბრებით ამ თემაზე, ან რაღაცნაირად უზიარებთ, ხო? ან რაღაცნაირად აუფასურებს ამ თქვენს სურვილს, რომ ამ მხრივ განვითარდეთ, ხო, ფინანსურად. ან შეიძლება გეუბნებათ, რომ არ გაქვთ საკმარისი ცოდნა, ან შესაძლებელია თქვენ ამას ფიქრობდეთ და ამ დროს გაქვთ ესეთი ეჭვი ან რაღაცა გაქვთ ესეთი შიში და გინდათ რომ ვიღაცა მე შიში რაღაცნაირად გაგიქროთ, ხო? პირიქით მოგცეთ შემართება, მოგცეთ мотиваცია და ამ დროს ეს კონკრეტული ადამიანი თქვენ პირიქით, ანუ რაღაცნაირად გიქრობთ, ხო, ამ შიშს, ხო? შეიძლება გეუბნებოდეთ ეს ადამიანი, რომ რა დროს ეს არის, ხო, ან ბანკის ვალი გაქვს, ან მაშინ ამ ყველაფერს ფული სჭირდება, ვერ გადაიხდი, რაღაცა ვალდებულებებია, ხვდებით, ხო? აი რაღაცნაირად ადამიანი გაშინებთ, გატორმუზებთ, მიხვდით, ხო? მაშინაც კი, როდესაც ამ თქვათ იდეას ან გეგმას უზიარებთ ამ ადამიანს, ხო? მომენტალურად თითქოს საპირისპიროს ესე გამოკვეთილად შეიძლება არც გეუბნებოდეთ ადამიანი, მაგრამ თავისი საკუთარი შიშები გადმოაქვს ან ყოველ შემთხვევაში უცებ გახსენებთ იმას, რომ აი რა გებიზნესება, როდესაც რაღაცა ამდენი ვალდებულებები გაქვს. ან ეს არ იქნება მომგებიანი, იმიტომ რომ ჩემი მეზობლის ნათესავის მეგობარს არ გაუმართლა, ხო, სიტყვაში, ან არ გაქვს საკმარისი ცოდნა, არ გარისკო, ხო, მით უმეტეს თუ რაღაცის გაკეთებას აპირებთ, თქვათ, რაღაცა ავანსის აღებით, ხო? ამიტომ ამ ნაწილში მე ვიტყოდი, რომ ფინანსები თქვენი უახლოესი 2-3 კვირის ვადაზე, ხო? ნუ პირველ რიგში მაჩვენებს რომ ხო რაღაცნაირად ხანდახან უმჯობესია რომ ჩვენი საფულეც და ჩვენი პირიც დაუმუწოთ ხოლმე და დავხუროთ რომ ვთქვათ ზედმეტად ყველა იქ არ ილაპარაკოს და იქ არ ასე ვთქვათ საკუთარი რწმენა იქ არ დაგაკარგინოთ, სადაც არ უნდა დაკარგოთ ნამდვილად, ხო? და ასევე გეტყოდით რა რომ ეს ყველაფერი, ხო, რაც თქვენ გელოდებათ ამ 2-3 კვირის ვადაზე, ხო? კი, თუ კი პრობლემა წამოვა, თუნდაც ფინანსურ რაღაცა სანერვიულო, ხო? უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გადაწყდება, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ ან ვიღაც გთვალავთ აქ, ან ვიღაცა შეიძლება უბრალოდ გაჭრევინებთ საკუთარ პრობლემას, იმიტომ რომ ძალიან კარგად გიცნობთ და იცის, რომ თქვენს ვალდებულებას აუცილებლად აიღებთ საკუთარ თავზე, ხვდებით, ხო? ანუ ნახეთ, სიტუაცია, როდესაც ადამიანს უნდა რაღაც ახლის დაწყება, მაგრამ მომენტალურად თითქოს ცდილობს კონკრეტული ადამიანი, რომ ჩამოგაგდოთ რაღაცა მისი გადმოსახედიდან, ილუზიებიდან და უფრო თითქოს აი გაჩვენებთ, რომ რა დროს ეს არის, როდესაც ეს არის, ხო? ხვდებით, ხო? ამიტომ მე ვიტყოდი, რომ უახლოესი
2-3 კვირის ვადაზე ალბათ ცოტა რომ იფიქროთ ვისთვის მუშაობთ ან რისთვის გინდათ ამ ყველაფრის გაკეთება და როდემდე ვთქვათ უნდა ატაროთ სხვისი ვალდებულებები მხრებზე და როდემდე უნდა ისმინოთ ვთქვათ სხვისი აზრები თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით როდემდე ხო და როდესაც სხვა სჭირდება დახმარება ფინანსებს არ საიდან ვაჩენთ მაგრამ როდესაც ჩვენ გვჭირდება რაღაცა ახლებურად რაღაცის დანახვა და განვითარება უცებ ყველა შეშინებულია თქვენს გარდა ხო იმიტომ რომ რაღაც არასერიოზული ან არ მიდის რაღაცები კარგად ხო ну რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ვფიქრობ რომ რაღაცა ანალიზი უფრო მეტად ცივი გონებით უნდა გააკეთოთ ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ашკარად პოტენციალი გაქვთ, მაგრამ აი ამ პოტენციალს შემოძერხოს პირველ ვარიანტო ძალიან გიქრობენ და იმაშობიან ხო არაძლევენ საშუალებას რომ გაიზარდოს და შექმნათ მისგან რაღაცა კარგი და ღირებული. დაგემშვიდობებით, ველოდებით თქვენს კომენტარებს, ჩემთვის ეს ყოველთვის ძალიან საინტერესოა თქვენი კომენტარების კითხვა და ვარიანტი მეორე. გადავედით ვარიანტი 2-ზე და ვნახოთ თქვენთან რა ხდება შემოძერფასება. რა მდგომარეობაშია თქვენი ფინანსური ენერგია? ქურუმი ქალი. განსაკუთრებული ადამიანი ხართ და თქვენი ფინანსებიც თქვენთან მოდის განსაკუთრებული გზით შესაძლებელია, ხო? ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის საიდან აიღოს ფინანსები. ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის საით უნდა გადაუხვიოს მაშინ, როდესაც ეს სხვებმა არ იციან, იმიტომ რომ იქ მისთვის არის რაღაცა საინტერესო შემეცნებითი. ნახეთ, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული ადამიანი ხართ და განსაკუთრებული გზით გაქვთ ფინანსები, მოდი ასე ვიტყოდი, თქვენი მთავარი დანიშნულება ახლა ამ მომენტში, რასაც მე ვკითხულობ, არა იმდენად ფინანსური ენერგია, არამედ ის თუ რამდენად კომფორტულად და კარგად გრძნობთ იმაში თავს, რასაც თქვენ აკეთებთ. ხო, ეს არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ აქ წესი და რიგით უნდა გრძნობდეთ თავს. კომფორტულად მეტნაკლებად მაინც, იმიტომ რომ თქვენი ფინანსები მაშინ იქნება ფინანსური ენერგია კარგად და ბრწყინვალედ იმუშავებს, როდესაც იქნებით თქვენს ადგილზე. ამიტომ თუ კი ინტუიცია გეუბნებათ, რომ რაღაც კონკრეტული სამსახურის სამუშაო არ არის თქვენი და რაღაცა უნდა შეცვალოთ, აუცილებლად შეცვალეთ, იმიტომ რომ ინტუიცია მეორე ვარიანტი ნამდვილად არ გატყუებთ რა. აქ შეიძლება ვიღაცამ გითხრათ, რომ ასე ფინანსები არ გამომუშავდება, ასე ეს რაღაცა არასერიოზულია, ეს რაღაცა ესეთია, რაღაცა ჩამოდი ზემოდან მიწაზე დაეშვი, ნუ ხარ ილუზიებში, ხვდებით ხო, მაგრამ არ დაუჯეროთ არავის და არ მოусმინოთ არავის, იმიტომ რომ ქურმა ქალმა იცის როგორ გამოიმუშაოს ფინანსები. იმიტომ რომ პირველ რიგში მისთვის ფინანსები არ არის მთავარი, მისთვის არის მთავარი მისი შინაგანი მდგომარეობა და ქურუმი ქალი თუ არ არის კარგად იქ სადაც არის, ყველანაირად ზიანდება და ზარალდება. არ გულისხმობ აქ მარტო ფინანსურ ენერგიას, იმიტომ რომ აქ არის განსაკუთრებული ადამიანი, მეორე ვარიანტი. ძალიან კარგი. რა ელოდება ქურუმ ქალს უახლოესი 2-3 კვირის მანძილზე ფინანსებში? რა ელოდება ქურუმ ქალს? არკანი განდეგილი, ცხრიანების პენტაკლები, არკანი სულელი, არკანი კოშკი, პენტაკლების დედოფალი, ორიანების პენტაკლები, ხუთიანების ხმლები და არკანი მზე. ნახეთ შემოძირფასებო, აქ რა ამბები გვაქვს. კაცრავად ვაგრძელებ. როგორ იქნება ქურუმი ქალის ფინანსური ენერგია 2-3 კვირის მანძილზე? ნუ, პირველ რიგში გეტყვით შემოძირფასებო, რომ მე აქ ვხედავ ადამიანს, შეიძლება არ მუშაობდეთ დამოუკიდებლად, მაგრამ ხშირ შემთხვევაში და ძირითად შემთხვევაში მე აქ ვხედავ ადამიანს, რომელიც თავად არის საკუთარ ფინანსებზე, მოდი ასე ვთქვათ, მაქსიმალურად
დამოკიდებული, ხო, თავისი შრომით, თავისი მიმართულებით, თავისი ნიჭით, ხო? მე აქ პროფ ერთი რაღაც მაქვს. ხო. ნახეთ ჩემო ძვირფასებო, რაში არის აქ საქმე. ერთადერთი რაც მინდა თქვენ აქ გაგაფრთხილოთ, ხო? ფინანსური ენერგია ძალიან კარგი გაქვთ, ძალიან კარგად იცით და გრძნობთ სად, რა, როგორ, რანაირად გრძნობთ კარგად ადამიანებს, გრძნობთ კარგად ფინანსურ ენერგიას, მაგრამ ერთადერთი აქ არის გაფრთხილება, რომ ჩემო ძვირფასებო იყავით ფრთხილად, რომ ფინანსები თქვენი, აიცით როგორ რაღაც ჩანს, რომ შეიძლება არ დაფიქრდეთ რაღაცაზე, არ ჩაუღრმავდეთ კონკრეტულ სიტუაციას. ხო, ყოველთვის ადამიანები ვერ უღრმავდებით და არ გვაქვს ხოლმე ამის დრო, რომ ყოველთვის რაღაც ანალიზები გავაკეთოთ, საჯარო გაშლებს უყუროთ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ იყავით ფრთხილად, იმიტომ რომ თუ კი იჩქარებთ, თუ კი რაღაცას ესე მარტივად შეხედავთ, ხო? ან რაღაცნაირად არ დაუკვირდებით დეტალებს, ხო, რაც თქვენს ირგვლივ კეთდება, რაც თქვენს რეალობაში, ხო? აღმოჩნდება, რომ შეიძლება ამ ყველაფერმა წაგიყვანოთ გარკვეული კრიზისისაკენ, ხო? დააკვირდით თქვენს ირგვლივ ადამიანებს, ხო, თუ თანამშრომლებს, ვინც თუ კი ვინმეს ასაქმებთ, ხო, ვინ ყავთ გვერდით, ვინ რა საქმეს გიკეთებთ, ხო? იმიტომ რომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არასწორ ადამიანზე ან ადამიანებზე გაეცით ფინანსები, ან ვიღაცას რაღაცა უნდა შეესრულებინა კონკრეტული სამუშაო და არ შეასრულა, მოგატყუათ, უბრალოდ ფინანსები ჩაიდო და წავიდა. მხოლოდ, იმიტომ რომ ენდეთ ადამიანს, ხო, რაღაცნაირად არ ჩაუღრმავდით. მოკლედ, აქ ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ გეუბნებიან, რომ იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, იმიტომ რომ შესაძლებელია თქვენი გადადგმული ზედაპირული ნაბიჯებით ფინანსური ენერგია ჩააგდოთ კრიზისში, ხო? რამაც მე შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები, გამოიწვიოს გაუგებრობები, მოგიწიოთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მე ამ ფინანსური ენერგიის მაქსიმალურად ისევ დაბალანსება, ხვდებით, ხო? ბრძოლა, მართალია გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ რატომ უნდა შეხვიდეთ, თუ კი არის გაფრთხილება, ხო? პირდაპირ გეუბნებით, რომ არსებობს საშიშროება, რომ ფინანსებს გაასესხებთ, მისცემთ, გადაუხდით, ხო, ძალიან ერთეულ შემთხვევებში ეს შესაძლებელია ნიშნავდეს, ასე ვთქვათ, რაღაცა გაუქმებულ კონტრაქტებს, ან უცებ წამოსვლა სამსახურიდან, მოლოდინს რაღაცის გადაჭრისა, რომელიც არ გადაიჭრება ისე, როგორც თქვენ გინდათ, ხო, რაც შემდგომ ძალიან დიდ სიბრაზეს გამოიწვევს, იმიტომ რომ მოგიწევთ ამ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ყველაფერი იმიტომ, რომ შეიძლება იმას არენდეთ, ან იმ მიმართულებით არ აირჩიეთ წასვლა, რომლითაც უნდა აგერჩიათ, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ ძალიან დაკავებული ხართ, ბევრი საქმე გაქვთ, ბევრი ის გაქვთ, ხო, რაღაცა, ასე ვთქვათ, ვალდებულებები და რაღაცას უბრალოდ ვერ ჩაუღრმავდით და არ ჩაუღრმავდით, ხო? ამიტომ, ხო, აქ არის ნამდვილად გაფრთხილება. კიდევ რა გელოდებათ, იმიტომ რომ რაღაცა აქ მინდა, რომ 1-2 არკანი კიდევ ამოვიღო. მეორე ვარიანტს რა ელოდება კიდევ 2-3 კვირის მანძილზე ფინანსებში. რა ელოდება ფინანსებში? ორიანების კვერთხები, თასების რაინდი, 4-იანების თასები, ჩამოკიდებული კაცი, 2-იანების თასები და პენტაკლების ტუზი. არ ინერვიულოთ ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ეს სიტუაცია აუცილებლად დაალაგდება, ხო? ნახეთ, ეს იქნება რაღაცა ისეთი ფინანსური ან დანაკარგი ან კრიზისი, რომელიც ნამდვილად გასწორდება და დაბალანსდება, მიხვდით, ხო? ანუ არ არის აქ ისეთი რამ, რაც ვერ გამოვა მდგომარეობიდან, მიხვდით, ხო? უბრალოდ შეიძლება გული დაგწყდეთ, ხო? რაღაცნაირად იმედი გაგიცრუვდეთ, მაგრამ ამის აღდგენის შანსი აუცილებლად გამოჩნდება. მთავარია
ამ კრიზისის და ამ დაკარგული ვთქვათ რაღაცა რესურსის, ხო, განმეორებით ვიღაცასთან ეს შეიძლება დიდი რაოდენობით იყოს, ვიღაცასთან არა, ხო, მთავარია შეინარჩუნოთ ბალანსი და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმოქმედოთ, არ უნდა გაჩერდეთ, არ უნდა მიეცეთ დეპრესიას, არ უნდა აყვეთ რაღაცნაირად გრძნობებს, არ უნდა აყვეთ ემოციებს, პირიქით, უნდა იყოთ ბრძოლისუნარიანი, უნდა იყოთ ძლიერი და უნდა ეძებოთ გამოსავალი რაღაცა ახლებური ამ სირთულედან მიხვდით, ხო? ანუ ეს პრობლემა გადაიჭრება აუცილებლად და მოგეცემათ ამის გადაჭრის შანსი ნამდვილად. მოგეცემათ ეს გადაჭრის შანსი და გამოიყენეთ მაქსიმალურად. მთავარია რომ ნეგატიურ და უარყოფით ენერგიებში დიდი ხანი არ დარჩეთ, იმიტომ რომ თუ დარჩებით ნეგატიურ და უარყოფით ენერგიებში დიდი ხანი ეს ენერგია წაგიღებთ და ეს ნამდვილად არ იქნება კარგი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ფინანსებიც ნამდვილად არის დამოკიდებული მის შინაგან მდგომარეობაზე. ამიტომ თქვენგან საჭირო არის რომ დროულად მოიგოთ გონს, მეორე ვარიანტი როგორც იტყვიან და დიდი ხანი არ გაჩერდეთ ამ ენერგიებში, რასაც მე აქ ვისაუბრე და მე გადავედი მესამე ვარიანტზე. ვარიანტი მესამე, თქვენი ფინანსური ენერგია როგორი იქნება, როგორი არის ახლა პენტაკლების მეფე. ფინანსური რესურსი კარგად გიმუშავებთ, შესაძლოა ხართ კონკრეტული ქალბატონები, რომლების ფინანსური ენერგიაც კონკრეტულ მამაკაცი არის დამოკიდებული ნამდვილად. ან თქვენ ბრძანდებით პენტაკლების მეფე, ამასაც არ გამოვრიცხავ. ასვათ შორის გეტყვით, რომ ხარის გამოსახულება, ოქროსფერი ხარის გამოსახულება დააყენეთ ხოლმე პერიოდულად მობილურ ეკრანებზე, იმიტომ რომ ეს კარგად იმუშავებს თქვენს ფინანსურ ენერგიაზე, ჩემოძვირფასებოდ და რა ელოდება მესამე ვარიანტს, 2-3 კვირის მანძილზე ფინანსებში, პენტაკლების ტუზი, სამართლიანობა, იმპერატორი ქალი, ათიანების კვერთხები, ათიანების პენტაკლები, აქ ნამდვილად ყველაფერი არის ძალიან კარგად. პირდაპირ გეტყვით, ერთადერთი, ასეხება ეს ხუთიანების პენტაკლები, ოთხიანების თასები. ხო, ერთადერთი რაც შეიძლება ჩემოძვირფასებო, ეს არის რომ აქ აშკარად უყურებ ქალს, რომელსაც უფრო მეტად ქალი უფრო მეტად დამოკიდებული არის თითქოს მამაკაცის ენერგიებზე, ხო, ფინანსურ ენერგიებზე, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ შეიძლება ეს ასეც არ იყოს, ხო? ასევე თუ კი მომავალი დედები ხართ, აქ გაფრთხილება არის, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ხო? მაგრამ და ნახეთ როგორი რაღაც არის, გეტყვით რომ ფინანსები იქნება თქვენთან ნორმალურად ამ 2-3 კვირის მანძილზე, მაგრამ მე აქ რაც არ მომეწონა, ეს არის ის, რომ შესაძლოა ზედმეტად იყოთ ამ ენერგიაზე დამოკიდებული, ან ზედმეტად განიცდიდეთ, ზედმეტად ნერვიულობდეთ, იმაზე მეტად ნერვიულობდეთ, ვიდრე ეს სანერვიულო. ამიტომ თქვენ გეუბნებიან რომ ამ ნერვიულობით და სტრესით უფრო შეიძლება გააფუჭოთ სიტუაცია, ვიდრე გააუმჯობესოთ, ხო? იმიტომ რომ რაღაცა მომენტი შეიძლება შეიქმნას საფიქრალი, რომ ოჯახის წევრს, ანუ ოჯახს ზოგადად სჭირდება ფინანსები, ძალიან ბევრი შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ძალიან ბევრი ფინანსები მიდის რაღაცა კონკრეტული საკითხის მოგვარებაში, მაგრამ მე გეტყოდით, რომ ეს თქვენი ნერვიულობა ასეთი, ხო? შეიძლება ბავშვზე ნერვიულობდეთ, ხო? რაღაცა სირთულეები გქონდეს ოჯახის რომელიმე წევრს, ხო? და რაღაცნაირად ძალიან ბევრი ფინანსები შეიძლება მკურნალობა ხდებოდეს, ხო? ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ არის ნერვიულობ ჩემოძვირფასებო. ყველაფერი გადაწყდება აუცილებლად სასიკეთოდ და ყველაფერი გადაწყდება ძალიან კარგად. მთავარია რომ მოუხმოთ საკუთარ ნერვებს და იმაზე, ძალიან დიდია ეს თქვენი ნერვიულობა, ხვდებით, ხო? ნახეთ, გადაილახება ეს რთული პერიოდი. თითქოს ადამიანი ხართ, რომელიც შიგნიდან სულ შფოთავს, სულ ნერვიულობს, სულ განიცდის, ყველას მაგივრად განიცდის. არ არის ეს კარგი, ჩემოძვირფასებო. ამით ბლოკავთ ფინანსურ ენერგიას, იმ კარგ ენერგიასაც, რომელიც გაქვთ, თუ რომელიც გეძლევათ, არ აქვს ხო მნიშვნელობა, იმიტომ რომ რაღაცა ისეთ ადამიანს უყურებ, ხო, აი აქ კრუხი ქალები რომ არიან, ხო, მით ცუდად არ გამიგოთ, რა თქმა უნდა, ხვდებით, ხო, მზრუნველები.
ყველას ყველაფერი უნდა გქონდეს, ადგილზე, ესე პატარა წინააღმდეგობა და უკვე შიში და სტრესი და ნერვულობა შეიძლება მოდიოდეს და კარგავდეთ მიწას ფეხებ ქვეშ. ეს არ არის კარგი. ამიტომ თქვენ გეუბნებიან, რომ ნუ ხართ ასე ძალიან დამოკიდებული, იმიტომ რომ თქვენი შიშებით და შფოთვებით შესაძლებელია იმაზე რთულად აღიქვამდეთ სიტუაციას, ვიდრე ის რეალურად არის, ხო? სირთულე აუცილებლად გადაწყდება, აუცილებლად იპოვით სწორ გზას, თუ კი რაიმე პრობლემა შეგხვდება თქვენთან კონკრეტულ მამაკაცს, თქვათ, ვის ფინანსურ ენერგიასაც მე ახლა აქ ვკითხულობ და სიტუაცია აუცილებლად დაალაგდება, ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად დაალაგდება. არ ინერვიულად, მარტო არ ხართ და მოდით გაფრთხილება მოვიღო მინდა ახლა თქვენთვის მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი უკაცრავად გაფრთხილება. მესამე ვარიანტს ფინანსებთან დაკავშირებით. პაჟი პენტაკლების, შვიდიანების ხმლები, რვიანების პენტაკლები. თუ კი გაქვთ ის მომენტი, რომ რაღაცას ეძებთ თქვენთვის, ან გინდათ რომ რაღაცა თქვათ, ან ძალა არ ყოფნით, ენერგია არ ყოფნით, ხო, რაღაცნაირად ეძებთ გამოსავალს, ვერ პოულობთ გამოსავალს, ხო, იმიტომ რომ რაღაცნაირად შიგნით ესეთი ფიქრები მოდის, ცუდი, უარყოფითი, ხო, რაღაცნაირად თითქოს რაღაცა სულ რაღაცა შიშებში ბრუნდებით წარსულში, შეიძლება წარსულში იყო რაღაცა ესეთი რთული პერიოდი და გეშინიათ რომ ეს რთული პერიოდი არ დაბრუნდეს და მე უბრალოდ აქ იმის თქმა მინდა რომ ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ენერგიას გაკარგინებთ. ნამდვილად ძალიან ბევრ ენერგიას გაკარგინებთ და ის რაც თქვენს თავშია, ხო, ის რაც თქვენს თავში ეს არის თქვენი ბლოკები, თქვენი პრობლემა. მიხვდით ხო, ადრე თუ გქონდათ ასეთი ცუდი გამოცდილება ახლო წარსულში და ასე შემდეგ, ხო, დამშვიდით ეს სიტუაცია აუცილებლად გაუმჯობესდება და თქვენი ნერვიულობით და თქვენი შიშებით და თქვენი მენტალური ბლოკებით პირიქით ბლოკავთ იმ ფინანსურ კარგ პოტენციალს, რომელიც შეიძლება წამოვიდეს თქვენთან მიმართებაში. და კიდევ ერთი, ნუ უყვებით სხვა ადამიანებს საკუთარი, მით უმეტეს თუ მეუღლე გყავთ, ან თქვენ მუშაობთ, კარგი სამსახური გაქვთ, ან თქვენი საქმე, არ აქვს მნიშვნელობა. ნუ მოუყვებით პირში მომცინარ და ასე ვთქვათ, ვითომ და გულშემატკივარ ადამიანებს, რომლებსაც პირიქით სადღაც ზურგს უკან უხარიათ, რომ ეს რაღაცა შიშები და პრობლემები და ასე შემდეგ არის თქვენს რეალობაში. და ეს კიდევ პლუს ზემოდან გირთულებთ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს ყველაფერი თვალივით ჯდება თქვენს ფინანსებზე. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, დაგემშვიდობებით.